ების გადაღებაც ვერ მოვასწარი. აი საბაგირო კი როგორც დავაკვირდი, შედარებით ნელა ადიოდა. თუ კატაობა და ხედებით ტკბობა გსურთ, მაშინ საბაგირო აირჩიეთ. ბევრად ნელა ადის და თან ის ღიაა. ხალხი რა თქმა უნდა უამრავი დამხვდა. ნუ ნაკლებს არც ველოდი. თუ აქ წამოსვლას გადაწყვეტ, კომფორტული ფეხსაცმელი რომ უნდა გეცვათ, ამის თქმა მგონი არც მჭირდება, მაგრამ აუცილებლად თან იქონიეთ ქუდი ან ქოლგა, რადგან როგორც ხედავთ, ჩრდილი არ არის არსად. წამოსვლისას წინა დღეს აი ეს ქოლგა ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე და ძალიან კვაყოფილი დავრჩი ჩემი გადაწყვეტილებით. კიდევ კარგი წამოვიღე. ელეკი მთელი გზა აი ასე დადიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწვებოდით. რჩევებს რაც შეეხება მზისგან დამცავიც აუცილებლად, მით უმეტეს თუ ბავშვით თან გახლავთ და თან იქონიეთ წყალი. ასევე სასუსნავებიც, რადგან აქ ზემოთ ფიზიკურად არაფერია რომ შეიძინოთ. რაც შეეხება ჩინეთის კედელს. მოდით დავიწყოთ ცოტა ისტორიული ამბებით. ჩინეთის დიდი კედელი არ არის მხოლოდ ერთი უწყვეტი კედელი. როგორც ზოგჯერ ვხედავთ ხოლმე სურათებში. ის წარმოადგენს სხვადასხვა დროის პერიოდში აშენებული რამდენიმე კედლისა და ბარიერის ერთობლიობას. პირველი სეგმენტები აშენდა ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში, თუმცა ყველაზე ცნობილი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს, აშენდა მინგის დინასტიის პერიოდში, მე-14-მე-17 საუკუნეებში. ეს კოლოსალური პროექტი, რომელიც თითქმის 21,000-ზე მეტ კილომეტრს მოიცავს, ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს. იცავდა იმპერიას ჩრდილოელი მომხდურებისაგან. ჩინეთის დიდი კედელი აშენებულია სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის მიწისგან, ხისგან, აგურისგან და ქვისგან. მისი კონსტრუქცია იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში და როდის არის აშენებული. ამ ადგილებში შეგიძლიათ იხილოთ როგორც გამაგრებული კოშკები, ისე ობიექტები, რომლებსაც თავდაცვის ან შეტევითი ფუნქცია ჰქონდათ. აქვე საინტერესო ფაქტს გეტყვით, რომ ჩინეთის დიდი კედლის აგურის დასამზადებლად იყენებდნენ უჩვეულო მასალას. აბა თუ გამოიცნობთ რომელს? თიხა და ბრინჯის ფაფა. წარმოგიდგენიათ, ბრინჯის ფაფა ეხმარებოდა აგურს გამძლეობისა და სიმტკიცის გაზრდაში და ამიტომ. აქვე დავამატებდი იმას, რომ კედლის მშენებლობას მილიონობით მუში სიცოცხლე შეეწირა. კედლის აშენება უდიდეს რესურსს მოითხოვდა. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ კედლის აშენებაში ჩართული იყო დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ბევრი მათგანი დაიღუპა რთული სამუშაო პირობების შედეგად. ამბობენ, რომ მათ კედლებში ვიაყოლებდნენ. ამიტომ ჩინეთის დიდი კედელი ზოგჯერ მსოფლიოს ყველაზე დიდი სასაფლაოს სახელითაცაა ცნობილი. მოკლედ ცოტა უცნაური შეგრძნება წარსულში მოგზაურობა. რაც შეეხება ჩინეთის დიდი კედლის ნაწილებს, იგი სხვადასხვა სეგმენტისაგან შედგება. ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე მონაკვეთი ტურისტებისთვის განსაკუთრებით პოპულარულია თავისი ხელმისაწვდომობით, შესანიშნავი ხედებით და ისტორიული მნიშვნელობითაც. მეც რამდენიმე ვარიანტი მქონდა. ბადალინგი, მუტიანიუ და ჯინშალინგი. ამ სამს გამოვყოფდი. ბადალინგი ჩინეთის კედლის ყველაზე ცნობადი და ტურისტული ნაწილია. იგი სრულადაა აღდგენილი და პეკინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. თავიდან მანდვიზიც ვფიქრობდი, თუმცა კარგად რომ მოვიძიე ინფორმაცია, დიდად არ გვირჩევდნენ, რადგან ძალიან ბევრი ტურისტი იქნებაო. ჯერ აქ ხედავთ რამდენი ტურისტია და იქ წარმომიდგენია რა იქნებოდა. მეორე ვარიანტი არის